ცოტნე არ შემიძლია ეს კითხვა არ დაგისვა. ძალიან მაინტერესებს შენ თვალით ნახის ზვიადის დამოკიდებულება რელიგიასთან და ეკლესიასთან. ეს ორი სხვადასხვა რამეა ცხადე მე მესმის და ამიტომ ორივე მაინტერესებს. ხო, რელიგიასთან და ეკლესიასთან ახლა რელიგიური კაცი იყო. რელიგიური კაცი იყო, შეიძლება ითქვას, თუმცა მას არ ყო წარმოიდგინე მაინც თეოდემოკრატიას აწვებოდაო ერთ-ერთი არა, სულ თეოდემოკრატია ეს ეწერა, თეოდემოკრატია ეწერა ჭანტურიას პროგრამაში. ეროვნული დემოკრატიული პარტიის პროგრამაში იგიძლიათ მოიძიოთ, იქ წერია თეოდემოკრატია. არაფერს არ აწვებოდა, ეს არის სული სისულელე. ის რა ქვია, მას მართალია ჰქონდა რაღაც, ესე ვთქვათ, ვიტყოდი რაღაც გარკვეული სენტიმენტები. მაგრამ ის რომ ახლა ეს რა ქვია რაღაც თეოდემოკრატია და თეოკრატია ამბობა ისეთ სისულელე. ეს ოფიციალურად ეწერა საქართველოს ჯანტურიას პროგრამაში, ისევე როგორც საქართველოს ქართველებისთვის. რაც შემდგომ დააბრალეს. ხო, ერთ დოკუმენტსაც კი, ერთ პოლიტიკურ დოკუმენტსაც კი ვერ ნახავთ, სადაც ესე იგი რაღაც სერიოზულ დონეზე მიდის ამაზე მსჯელობა. ეკლესიას რაც შეეხება ახლა ეკლესიას მას ქონდა საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება ეკლესიის მესვეურებისადმი. ერთ კიდევ 70-იან წლებიდან მოყოლებული ახლა მათ შორის ილია მეორე, ახლა ილია მეორესადმი, ილია მეორეს პატრიარქად მოსვლას გარკვეული იმედის თვალით უყურებდა მაშინ დისიდენტური მოძრაობა, ფიქრობდნენ რომ რაღაც გაჯანსაღება მოხდებოდა, თუმცა სიამოვნებაში რეალურად უარესი მოხდა. ახლა არსებობს ილია მეორესადმი მისი მმართველი ოფიციალური თუ ოფიციალური დიახია მიმართვები არსებობს და იქ იქაც შანს მისამიდან ბატონო რას თხოვდა, რას მიმართავდა? რას მიმართავდა და პირველ რიგში მიმართავდა იმას რომ იმ საკითხებზე რაც იმ უზნეობისა და იმ თქვათ დარღვევების აღმოფხვრას ხოვდა ეკლესიაში, რასაც კიდევ მაშინ ჰქონდა ადგილი. ეს იყო ხატებით ვაჭრობა, ეს იყო რაღაც კორუფციის შემთხვევები, ეს იყო უშუალოდ ის რაღაც რელიგიური დოგმებიდან გადახვევა, ასე ვთქვათ, ცუგნება, კიდევ რა თემებზე იყო საუბარი. კიდევ იყო საუბარი, ხო, რაღაც საბჭოთა ორგანოებთან თუ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, მოკლედ ყველა ის მე რა წერილიც მაქვს ნახე. დაავადება რაც დღეს ჭირს ჩვენ ეკლესიას, ეს ახალი არ არის. მე მაქვს წერილი ნახე თვალსები 93 წლით თარიღდება, შეიძლება მეშლება, მაგრამ ეს მახსოვს. სადაც ხელმომწერი არის ილია მეორე და ამბობს ზვიად გამსახურდიაზე წერს, რომ ყურადღება მიაქციოს ამას საბჭოთა ხელისუფლების ორგანოები. 93 წელს კითხვა დავუსვით საპატრიარქოს და არ გვიპასუხეს. 93 წელს კი არსებობს ესეთი. ეს ნამდვილია თუ კი, ნამდვილია. კი, 93 წელს, 93-ია. 3 ხო. ხო, 93 წელს. შემდეგ ახლა რაღაც იყო გარკვეული ნორმალიზაციის ცდილობებით შემდგომი პრეზიდენტის როცა გახდა, მაგრამ ილია მეორე რა არის? ილია მეორე შიში ჰქონდა მისი, მოდი ესე ვთქვათ. იცოდა ჯერ ერთი რომ ახლა მამა საკმაოდ კარგად იცნობდა ქრისტიანობას, მათ შორის ქრისტიანობის როგორც შინაგან ისე გარეგნულ მხარეს გესმის, კარგად იცოდა რაც ხდებოდა ეკლესიაში და პირველ რიგში ესე იგი საეკლესიო სასამართლოს შემოღებას უჭერდა მხარს, გესმის? ანუ თვითონ ეკლესიის დამოუკიდებლობის გამტკიცებას, გესმის და ეკლესიას თვითონ რომ ჰქონოდა რაღაც გარკვეული სასამართლო დისციპლინარული ორგანო გესმის ეკლესიას. და ილია მეორემ რა გააკეთა, ხო, ილია მეორემ არათუ ყოველგვარი კრიტიკის და ყოველგვარი განხილვის მიღმა გაიყვანა ეკლესიის ყველა ქმედება. არამედ კიდევ ილია მეორის დროს მოხდა ცენზის, განათლების ცენზის მოხსნა. დღეს მღვდელს აღარ ესაჭიროება. განათლების ცენზი აღარ არსებობს. გესმის, დღეს მღვდელს აღარ ესაჭიროება იყოს რაღაც სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, გესმის? ანუ ნებისმიერი ბიდლო, ყაჩაღი, რაღაც მაწანწალა გესმის, რაღაც შესაბამისი ნაცნობობით, მეგობრობით, ჩალიჩით, მოდი ესე რომ ვთქვათ, რომ კადრები რო წვედა ყველაფერს, გესმის შენ. შეიძლება გახდეს მღვდელი, გესმის, და მღვდელი გახდეს და რაღაც პირადი ლოიალობის ნიშნით, შემდეგ ასეთი მღვდელი ემორჩილება იმას, ვინც ესე ვთქვათ, მოუგვარა, აი წმინდა ქურდულად რომ ვთქვათ, გესმის, და რა დღეს შეაგდებს ის მრევლს და შემდეგ ესე იგი ეკლესიის ავტორიტეტს. ხო. რა ემართება ამის შედეგად ეკლესიის ავტორიტეტს მოგეხსენება, ხო? მაგრამ დღეს ახლა ჩვენ ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს კიდევ ამ
თვალსაზრისით ქვეყანაში. ორი შემთხვევაში მამა ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო და ილია მეორე მუდმივად დისტანციას ინარჩუნებდა მასთან გესმის შენ. ესე ვთქვათ, მას მისი შიში ჰქონდა. აი ამ საეკლესიო სამართლის შიში ჰქონდა, ესე იგი მამასთან დამოკიდებულების შიში, იმის გამოაშკარებების შიში ჰქონდა, რასაც იგი ესე ვთქვათ რაც იდგა მის ზურგს უკან რა მოდი ესე ვთქვათ ჯერ კიდევ 70-იან წლებიდან მოყოლებული მისი საქციელი იქნებოდა ეს თუ თან ამავე დროს იყო ახლა იყო ის ფაქტორი რომ ილია მეორე განუხრელად დასრულებდა საბჭოთა სპეცსამსახურებიდან მიღებულ გეგმას და რაში გამოიხატებოდა ეგ მაგალითად რა საბჭოთა სამსახურებიდან მიღებულ გეგმას რომ ესე იგი მას არ შეიძლებოდა და ეკლესია დაეახლოვებინა ეროვნულ ხელისუფლებასთან. ეკლესია არ უნდა ყოფილიყო ეროვნულ ხელისუფლების მხარეს მდგომი, გესმის? ანუ მაშინ როდესაც სახელმწიფო ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ეკლესიის თანადგომა, გესმის? ეკლესია საქართველოს გვერდში არ ედგა. გესმის? და მას ასევე ჰქონდა პირადი ლოიალობა, თუ იგი იმართებოდა ასევე ედვარდ შევარდნაძის მიერ, რაც შემდგომ არაერთხელ გამოჩნდა, გესმის? და ის უშუალოდ ასრულებდა ახლა მას ახლა შეიძლება მე ვერ მოგიტანოთ დღეს არ გაასაჯარო სპეცსამსახურებმა ეს სტენოგრამების ტექსტები, მაგრამ მისი ნაბიჯებიდან ჩანს, რომ ესე იგი ის ყველანაირად აი მაგალითად იგივე ჯაბა იოსელიანზე ახლა მას არაერთხელ ეს ექსპლიციტურად ნათქვამიც აქვს, რომ როგორ მფარველობდა იგი ჯაბა იოსელიანს, მაშინ როდესაც მხედრიონის განიარაღების პროცესი დაიწყო, მან შესთავაზა ჯაბა იოსელიანს ეს მხედრიონიო საეკლესიო ჯარად ხომ არ გადავაკეთოთ. გესმის? აი ასეთი ინფორმაციაც კი არსებობს, გესმის, რომ მან ეს შესთავაზა ჯაბა იოსელიანს. და იგი ყველანაირად ცდილობდა, რომ აი ეს დესტრუქციული ელემენტები ეს იქნებოდა შეიარაღებული რაღაც ფულყარონო შეიარაღებული ფორმირებები, კომუნისტი ბობოლები და მაფიოზები თუ ესე ვთქვათ, მამა ეროვნულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ტიპები ყველა გააერთიანებინა, ესე ვთქვათ, ეკლესიის წიაღში, გესმის თან და მაშინ ახლა იმხელა ძალა და ავტორიტეტი არ ჰქონდა ეკლესია როგორც შემდგომ უკვე დაბნელებისას მოიპოვა გესმის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგი ყველანაირად ცდილობდა, რომ ერთ-ერთი ძალის ცენტრი ყოფილიყო ზუსტად ამ ბრძოლის. თუმცა ამაზე ესე ვთქვათ, რეალურად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ხო არსებობს ხოლმე ინფორმაცია, რომ დიდი ზეიმები მოეწყო მამას ქვეყნიდან წასვლის შემდეგ და ახლა რა თქმა უნდა ამას ბევრი ლაპარაკი 2-3 თვეში პუჩის ავტორები დალოცა და შევარდნაძე მონათლა სულ რამდენიმე 3 თვეში შეერაღებული გადატრიალების შემდეგ და მაშინ როდესაც ესე იგი ყოველ მაშინ რა ქვია ნამდვილ შეერაღებულ ფორმირებებს იცავდა და დემოკრატიას თხოვდა მათთან მიმართებაში ქვეყნის პრეზიდენტს მას ერთი სიტყვა არ დასდენია მიტინგების დახვრეტის დროს და იმ ესე ვთქვათ იმ კატასტროფასთან დაკავშირებით რა დღეშიც ქვეყანა ჩააგდეს მისმა სულიერმა შვილებმა. ცოტნე რა